გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ ბერძენი მწერლის ალკიზეის ნაწარმოებზე, რომელშიც მოთხრობილი არის 1930-იან წლებში საბერძნეთში არსებული დიქტატურის შესახებ და ეს ამბავი მოთხრობილი არის სკოლის მოსწავლის, მცირეწლოვანი სკოლის მოსწავლის პერსპექტივიდან, აღიარებული არის მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საკმაწყვილო საკითხავი. ზოგადად ალკიზეის ამ ნაწარმოებზე და სხვა ნაწარმოებზეც ამბობენ, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც აქტიურად შემოიტანა საკმაწყვილო ლიტერატურაში პოლიტიკურ სოციალური თემატიკა და ვიდრე უშუალოდ თემაზე გადავალ, მინდა რომ გთხოვოთ, რომ თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, გთხოვთ რომ დააფიქსიროთ თქვენი მხარდაჭერა ლაიქის სახით, იმიტომ რომ ეს ეხმარება არხის განვითარებაში და ეხლა რომ გადავიდოთ უშუალოდ ნაწარმოებზე, ეს წიგნი არის ალკიზეის პირველი რომანი, რომელსაც ჰქვია Wildcat in a Glass. სხვადასხვანაირად არის ნათარგმნი ეს სათაური, ქართულ ვიკიპედიაში მაგალითად წერია ლეოპარდი შუშის მიღმა, ზოგ ვერსიებში არის Tiger, ანუ ვეფხვი შუშის მიღმა, მაგრამ მე მომწონს ესე ტყისკატა შუშის მიღმა, იმიტომ რომ რაღაცნაირად უფრო ტყისკატაზე არის ლაპარაკი, ვიდრე ლეოპარდზე და ვეფხვზე, როდესაც კითხობ, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა რეალურად არ აქვს, რა ცხოველი არის ეს და არც სათაურს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ის ამბავი და ის ემოციები, რომელიც მოთხრობილი არის ამ წიგნში. პირველ რიგში თვითონ კონტექსტზე რომ მოგითხროთ ორიოდე სიტყვა, ეს ამბავი ხდება გენერალი იოანის მეტაქსასის დიქტატურის დამყარების საწყის ეტაპზე და უკვე რაღაც პირველ წლებში და ეს ვითარდება ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც პრინციპში ეპიცენტრში საერთოდ არ არის ამ პოლიტიკური პროცესების, მაგრამ აიქ როგორ ვითარდება მთელი ეს მოვლენები, ამაზე არის მოთხრობილი, თავიდან იქ რაღაც საზაფხულო კურორტზე მიმდინარეობს ამბავი, შემდეგ პატარა ქალაქში გადადის, სადაც მთავარი გმირი მელისა, რომელსაც მოფერებით მელიას ეძახიან ოჯახში, სკოლაში მიდის თავის დასთან მიტროსთან ერთად და იქ ჩვენ ხედავთ აი ამ ურთიერთობების დინამიკას. ზოგადად აი მთელი ეს წიგნი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად იდეოლოგიისგან დაცლილი არის, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არის და მოთხრობილი არის დიქტატურის და ტოტალიტარული რეჟიმის შესახებ. თუმცა როდესაც ვამბობ, რომ დაცლილი არის იდეოლოგიისგან, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობ იმას, რომ რაღაცა შუაში სტურივ ნებებით თამაშობს ავტორი, პირიქით ძალიან კარგად ჩანს ღირებულებები, მისი ემოციური და ზოგადად ინტელექტუალური დამოკიდებულება ამ რეჟიმის მიმართ. უბრალოდ რაც მომეწონა და ჩემი აზრით რაც აქცევს აი ამ ნაწარმოებს გენიალურად და შესანიშნავ ნაწარმოებად არის ის, რომ ეს ამბავი და მთელი პოლიტიკური პროცესები მოთხრობილი არის პატარა ბავშვის პერსპექტივიდან, აი ზუსტად ისე, როგორც ამას დაინახავდა და აღწერდა ბავშვი, რომელიც ბევრ რაღაცას ვერ აღიქვავს და არ იცის. და შესაბამისად, აი ეს აღწერა აი ამ ყველაფრის ხდება უფრო პატარ-პატარა ეპიზოდების, რაღაცა მოვლენები ხდება, რომელიც დამაბნეველია ამ ბავშვისთვის და ვერ ხვდება, რა ხდება იქ ურთიერთობები ოჯახის წევრებს და მეზობლებს შორის და თქვათ კლასელების და მათ მშობლებს მასწავლებელთან ურთიერთობა, ესენი როგორ იცვლება აი ამ ყველაფრის ფონზე იგრძნობა და ამის იქ რა ესმის უფროსებისგან და ასე შემდეგ და აი ამ ყველაფერს აღწერს ბავშვური ენით, ბავშვური გულუბრყვილობით და ამის შედეგად ჩვენ ვხედავთ იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა მაშინ ხალხშიც და ზოგადად საბერძნეთში პოლიტიკურადაც. მაგალითად იქ არის ეპიზოდი, როდესაც მელიას კლასიდან გამოიხმობს სხვა თავის კლასელებთან და სკოლელებთან ერთად მისი სკოლის დირექტორი და წაიყვანს მათ მოედანზე იმისთვის, რომ რაღაცა დიდი მოვლენა უნდა გაჩვენოს და მივლენ იქ და დახვდებათ დიდი კოცონი, რომელზეც წვავენ წიგნებს. და ამ შემთხვევაში აქ მელია ძალიან დაბნეული არის, იმიტომ რომ მას ოჯახში და განსაკუთრებით ბაბუისგან, რომელიც შესანიშნავი პერსონაჟი არის და რაღაცნაირად ესეთი ახლობლური აურა აქვს და ბაბუა ჩემიც გამახსენა რაღაც მომენტში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შინაურობის გრძნობა მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება. ამბავშმა იცის, რომ ეს წიგნები კარგი რაღაცა არის, ანუ ბაბუა მუდმივად უკითხავს ამ წიგნებს, ხან ბერძნულ მითებს, ხან რაღაცა ისტორიებს და ამბებს ზოგადად საბერძნეთის ისტორიიდან და ის მუდმივად ხედავს, რომ ბაბუა კითხულობს, განათლებული ადამიანია, მშვიდი ადამიანი არის. დაბნეულია, ვერ ხვდება, რატო შეიძლება, რომ ვიღაცას მოუნდეს, რომ წიგნები დაწვას. და ამ მომენტში არის ის, რომ უცებ გადმოვარდება ამ კოცონიდან წიგნი და მის წინ დაეცემა, გადაიშლება ნახევრად დამწვარია და ის ამოიცნობს ბაბუა მისის
ხელმოწერას ამ წიგნზე და თვითონ ამ წიგნსაც იცნობს პლატონის წიგნზე არის ლაპარაკი და ეს ცნობილი არის მაგალითად რომ პლატონის ნაშრომების აკრძალული იყო მეტაქსასის რეჟიმის დროს და გაოცებული არის საერთოდ ვერ ხვდება რომ რანაირად მოხვდა ბაბუა მისის წიგნი აქ როგორ არის ეს ამბავი და მე როდესაც ეგ ძალიან კარგი ეპიზოდი არის როდესაც ის აიღებს ამ წიგნს ხელში და ათვალიერებს და გაუგნებული არის ამ დროს მისი საუკეთესო მეგობარი და კლასელი რომელიც მამაც ასევე განათლებული მწერალი ადამიანი არის რომელიც არ ეგუება რეჟიმს და რაღაც თავის აზრებსაც ღიად გამოთქვავს ეს ბავშვი იდაყვის მიარტყავს და ეტყვის რომ გიყურებენ დააგდე ეს წიგნი და აი აქ ესეც ჩანს რომ ბავშვური აღქმა როგორი არის რომ ის ხდება რომ აი ეს რაღაცას წვავენ აქ და ამ დროს უფროსებია ეს სკოლის მასწავლებელი და ვიღაცა პოლიციელია ამას აკვირდებიან და ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობენ რომ როგორ გადაშალა ამან ეს წიგნი და როგორ რასაკეთებს რატო არ წვავს ეს ბავშვი ამ წიგნს აი ამ დინამიკასაც აღიქვავს მოკლედ მისი საუკეთესო მეგობარი მერე ისინი გადიან გზას იკვლევენ ამ ბრბოში მიდის ბაბუასთან და აი ხარ ისეთი კარგი ეპიზოდი თუ როგორ ხდება ურთიერთობა და ინფორმაციის გადაცემა ოჯახის წევრების მხრიდან ღირებულებებს როგორ უყალიბებს ამ შემთხვევაში ბაბუა თავის შვილიშვილს ის ეუბნება რომ აჩვენებს ამ თაროებს საიდანაც შემოვიდნენ და ჩამოიღეს სხვადასხვა წიგნები და აჩვენებს და ეუბნება რომ აი დაიმახსოვრე ეს цаრიელი ადგილები ამ თაროებზე და როდესაც მე მოვკვდები, მაშინაც კი არ შეავსო ეს цаრიელი ადგილები, იმიტომ რომ შენ ყოველთვის უნდა გახსოვდეს ეს სამარცხვინო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აი ესეთი პატარ-პატარა ამბებით არის გადმოცემული, ეს ყველაფერი მე არ მინდა ეხლა ძალიან დავასპოილერო ეს თემა, მაგრამ მაგალითად იქ არის ერთი, აი როდესაც როგორ იწყება, თავიდან იწყება ეს რაღაცა როგორც საზაფხულო ამბავი რა, ბავშვები დასასვენებლად არიან და იქ რაღაცებს აღწერს, რომ როგორ უნდა რომ წერალი გამოვიდეს თვითონ და მისი და მიტრო, რომელიც ძალიან ცელკი ბავშვი ასევე ჭკვიანი არის თვითონაც, მაგრამ იმას თქვა რაღაცა სხვა რაღაცეები უყვარს, სხვა ამბების მოსმენა უყვარს, ამას უფრო მითოლოგია უყვარს და ამბები და მხატვრული ლიტერატურა იმას უფრო სხვანაირი ისტორია, მეფეები, პოლიტიკა, რაღაც ეგეთი ისინი აინტერესებს მის დას და მე უცებ ნელ-ნელა იწყება როგორ აღწერს რაღაცა ცვლილებებს, რაც ნაბიჯ შემოდის მათ ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში არის რომ მაგალითად უცებ ხდება რომ აი რაღაც გაიგო სიტყვა დიქტატურა, რომ ამაზე ლაპარაკობს ყველა და იქ უცებ ესეთი მომენტია, როდესაც ამბობს, რომ ყველაფერი შეიცვალაო რა, როგორც კი აი გავიგეო ეს პირველად ეს სიტყვა, მას მე ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის ბაბუაცო, იმიტომ რომ პირველად გავიგე, რომ ის ვიღაცაზე ცუდად საუბრობდა და თან ვისზე, პაპი და დესპინაზე. დიალოგს აღწერს, როდესაც მაგალითად პაპი და დესპინა ამბობს, რომ ნუ რა მოხდა, ეხა მეფემ თუ დიქტატურა დაამყარა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას წაგვადგება ეს რაღაცას ამბობს. ამაზე ბაბუა ეჩხუბება და პირველად ნახა რომ ბაბუა ვიღაცას გაუბრაზდა და ვიღაცას ცუდად და უხეშად ელაპარაკება და მერე იმავე საღამოს როდესაც აი ეს დიალოგი არის აღწერილი მამა და დედა ჩამოვიდნენ და ძალიან ბევრი ახალი აკრძალვა დაგვიწესეს გვეუბნებიან რომ დავივიწყოთ სიტყვა დემოკრატია იმიტომ რომ იქ ბაბუა მაგალითად პერიკლეზე უყვებოდა და ძველ ბერძნულ ისტორიაზე როდესაც ლაპარაკი იყო და თქვათ მითოლოგიის გარდა ძველ ბერძნულ ისტორიას რო უყვებოდა იქ თავისთავად უყვებოდა ფილოსოფოსებზე პოლიტიკაზე, დემოკრატიაზე და ასე შემდეგ და ამ იმდენადაც მშობლებმა იცოდნენ რომ ბაბუას და შვილიშვილებს შორის აი ეს ინფორმაციის ეს გაცვლა გამოცვლა იყო, იქ უთხრეს რომ სიტყვა დემოკრატია საერთოდ დაივიწყეთ. აი ესეთ ახალ რეალობას და წესებს როგორ იცვლებოდა ეს ნაბიჯ ამას აღწერს და იქ არის ერთი ძალიან ესეთი სასაცილო მომენტი კატას იპოვის და ამ კატას დაარქმევს დემოკრატიას და ეს კატა მერე დაიკარგება და გამოდის გარეთ მელია და შუა ქუჩაში დგას და ყველის დემოკრატია და ეს ნუ ეძახის თავის კატას, მაგრამ ეხლა ნუ იქ ხალხმა ხوارცის და ამ დროს გამოვა მამამისი დაავლებს ხელს და შეათრევს სახში და აუკრძალავს რომ მეორეჯერ აღარ დაუძახო კატას დემოკრატია და რაღაცა სხვა დაარქვიო და აი ესეთი პატარ-პატარა სასაცილო კურიოზული ხანდახან ისეთი სევდიანი და მძიმე მომენტები როგორიც არის წიგნების დაწვა, აი ესეთი მოვლენების
ფონზე და ესეთი მოვლენების საშუალებით გვიყვება ალყიზეი დიქტატურის შესახებ და ჩემი აზრით მე ვნახე რომ არ არის სამწუხაროდ ნათარგმნი ეს წიგნი ქართულად და ძალიან გამიხარდებოდა ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება თუ თარგმნიან ამას ქართულადაც იმიტომ რომ ჩვენი ისტორიული და ემოციური მეხსიერება რაც გვაქვს ჩვენ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე რომელიც დღეს რომელი თაობაც ცოცხალი არის ყველა ამ თაობას რაღაცა ფორმით ავტორიტარული ან დიქტატორული რეჟიმის ქვეშ უცხოვრია და შესაბამისად იმდენად ესე უნივერსალური რაღაცეები ხდება ურთიერთობების მხრივ თუნდაც რა ყოველდღიურობაში აი ესენი რეგულარები იცვლება რომ აი მიუხედავად იმისა თან რომ 1930-იანი წლები არის ამ ნაწარმოებში და იდეაში ევროპული კულტურა არის ხო რომელიც უფრო ძველი დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციების მქონე კულტურაში ხდება ეს ყველაფერი მაინც როგორ იცვლება ყველაფერი მაინც როგორი გავლენა აქვს ადამიანებზე, მათ ქცევაზე, აზროვნებაზე და ძალიან საინტერესო წიგნია, რომელიც ჩემი აზრით ქართულ მკითხველს არა მარტო მოზარდ მკითხველს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც დააინტერესებს და ძალიან მოეწონება. ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესო საკითხავი იყო, ძალიან მომეწონა და აუცილებლად გირჩევთ, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ.